ერთის გვერდში ისე დაუდგებით არჩევნების დღეს 8 ოქტომბერს და განზრდილი იყო ბევრი მეცნიერი რასაკვირველია ყველანაირ ინტერვიუები ისანასოთი ერთობა გაწმინდის რაიონს რასაკვირველია პირველ რიგში იმიტომ რომ ძალიან ძველი რაიონია და მოგეხსენებათ ძველი რაიონის სახლები ამორტიზირებულია და ძალიან ბევრი პრობლემები არის. ნუ ეხლა რას ვპირდები, ეხლა მე იმას ვპირდები, რომ ყველა ოჯახის და ყველა უბნის ტკივილს როგორც ნახდათ, როგორც მიცხოვრია, მივიტან გულთან, მეუბნები რომ მე ვეცდები ყველანაირად თქვენი პრობლემა, ყველას პრობლემა, ქუჩის, უბნის, ყველას მივიტანო იქ სასაც აჭირო, თანაც მე შემიძლია მიდგომ ადამიანთა და ისეთნაირად მივიტან თუ რასაკვირველია ხალხი მენდობა და მე ამირჩევს, მე წარმოდგენილმა 100%-ით გავაკეთებ ყველაფერს და მივეხმარები ყველას. ამ რაიონს სადაც მე დამასახელებ და სადაც მომიფერებიან სანამ ცოცხალი ვარ და სანამ მე ვიქნები თქვათ პარლამენტში მე ვეცდები რომ ყველაფერი იმიტომ რომ კარგად გამიგეთ არავინ იცი მიცხოვრია რომ არავის ცუდი არ უთქვენ ჩემზე და ეხლა ვიფიქრე რატო 70 წელს კაცი რატო წავიდე და ვიღაცას ვაგინები რომ ესე იგი ავიღე პასუხისმგებლობა ჩემ თავზე და მე ვფიქრობ რომ აღარ ავიღე ალბათ უნდა გავაკეთე, აბა ეხლა რომ მითხარ რომ შენ არ მოხველი და ჩემი პრობლემა, მე შენ ხმა მოგეცი და მაგას არ გავაკეთებ. ღამის სამისა რომ ავდგები, მოვალ და რაც შემიძლია მაგას. აი ესე ვფიქრობ ჩემ თავში და მჯერა ჩემი თავის. ეხლა თუ დამაჯერებ ხალხს და თუ ხალხიც მომწევს ხმას, რასაკვირველია, მე 100%-ით შევასრულებ ჩემ დანაპირებს. ყველა პრობლემას რაც ამობას ექნება. აქ არის თანამედროვე სახლების შენობები, რომელიც აფუჭებს ამ იერსახეს, ძველი უნდა გაკეთდეს, კანალიზაციის ისინია, წყალგამყოფ ძალიან მე ჩამოთვლა შორს წაგვიყავს. რასაკვირველია ახლა ყველაფერს ვერ მოძ, მაგრამ მე ხო ვეცდები რომ იმიტომ რომ თბილისელი ვარ. თელავილი კი ვარ, წარუშ მე 55 წელია თბილისში ვარ და ის ჩემი ქალაქია. ეს ყველას ქალაქია.